ამიტომ ვისაუბრებთ ტრიკარბოქსილმჟავას ციკლზე. ტრიკარბოქსილმჟავას ციკლს ასევე მოიხსენიებენ TCA ციკლის, ლიმონჟავის ციკლის და კრეფსის ციკლის სახელწოდებით. თვითონ კრეფსის ციკლი მიმდინარეობს მიტოქონდრიაში და კრეფსის ციკლის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ უზრუნველყოს უჯრედი ენერგიით. ენერგიის უზრუნველყოფა კი ხორციელდება შუალედური პროდუქტების წარმოქმნით კრეფსის ციკლის განმავლობაში, რომლებიც შემდეგ ელექტრონების ტრანსპორტის ჯაჭვში ჩაერთვებიან. ესეთი შუალედური პროდუქტები არის ნათაში, ფათაშორი, ასევე წარმოიქმნება გუანოზი ტრიფოსფატი, რომელსაც ასევე აქვს ენერგეტიკული ღირებულება და ორი ნახშირორჟანგის მოლეკულა. თვითონ პროცესი იწყება აცეტილკოენზიმას მეშვეობით. მას შემდეგ რაც პირუატინან წარმოიქმნება აცეტილკოენზიმა, ის ჩაერთვის ოქსალოაცეტატთან ერთად და ციტრატ სინთეზის მეშვეობით წარმოიქმნება ციტრატი. ოქსალოაცეტატი ეს არის 4-ნახშირბადიანი მოლეკულა, ხოლო აცეტილკოენზიმა ეს არის 2-ნახშირბადიანი მოლეკულა და რეაქციის ბოლოს წარმოიქმნება 6-ნახშირბადიანი ციტრატი. რეაქცია კატალიზდება ციტრატ სინთეზის მეშვეობით და ერთ-ერთი პირველი შეუქცევადი რეაქცია, რომლის რეგულირებაც ხორციელდება ATF-ის მეშვეობით. ციტრატ სინთეზას აინჰიბირებს ATF, შემდეგი მექანიზმით როდესაც ორგანიზმში დიდი რაოდენობით არის ენერგია, გროვდება დიდი რაოდენობით ATF, შესაბამისად კრეფსის ციკლის ახლიდან დაწყება და შემდეგ უკვე ახლიდან ენერგიის გამომუშავების საჭიროება არ არსებობს, სწორედ ამ მექანიზმით ციტრატ სინთეზა ინჰიბირდება. ანალოგიურად ციტრატი უკვე უზრუნველყოფს სხვა მეტაბოლური გზების რეგულირებას. ეს ორი მეტაბოლური გზა არის გლიკოლიზი და ცხიმოვანი მჟავების სინთეზი. ციტრატი უზრუნველყოფს გლიკოლიზის ინჰიბირებას, რასაც ანალოგიური შინაარსი აქვს, როდესაც ციტრატი გვაქვს დიდი რაოდენობით ორგანიზმში, შესაბამისად დიდი რაოდენობით არის დაგროვილი ენერგია, ამიტომაც გლიკოლიზის მეშვეობით დამატებითი ენერგიის წარმოქმნის საჭიროება არ არსებობს, სწორედ ამიტომ ციტრატი აინჰიბირებს ფოსფოფრუქტოკინაზ 1-ს. ხოლო მაშინ, როდესაც ციტრატი დიდი რაოდენობით გვაქვს დაგროვილი, ანალოგიურად დიდი რაოდენობით არის ენერგია, აღარ არსებობს ამ ენერგიის გამოყენების საჭიროება, ასე რომ ვთქვათ, სწორედ ამ მექანიზმით ციტრატი უზრუნველყოფს აცეტილკოენზიმა კარბოქსილაზის გააქტიურებას და შესაბამისად საბოლოოდ ცხიმოვანი მჟავების სინთეზს და ენერგიის დეპონირებას ცხიმოვანი მჟავების სახით. აქ უნდა განვიხილოთ შიმშილის ფაზაც, რომელშიც განსაკუთრებული როლი აქვს ოქსალოაცეტატს. სწორედ როდესაც შიმშილის ფაზა გულისხმობს იმას, რომ ორგანიზმში გვაქვს გლუკოზის დეფიციტი, სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ამ გლუკოზის წარმოქმნა მოხდეს. და ეს ოქსალოაცეტატი, რომელიც კრეფსის ციკლში იღებს აქტიურად მონაწილეობას, ჩაერთვება გლუკონეოგენეზში უკვე გლუკოზის წარმოსაქმნელად. იქიდან გამომდინარე, რომ ოქსალოაცეტატი რაც კი გვქონდა, რომელიც კრეფსის ციკლში უნდა ჩართულიყო, უკვე გადავიდა გლუკონეოგენეზისკენ, TCA ციკლისთვის ოქსალოაცეტატი არ დარჩა, ამან გამოიწვია ის, რომ წარმოიქმნა დაგროვდა დიდი რაოდენობით აცეტილკოენზიმა. აცეტილკოენზიმას დაგროვებულს ემატება ცხიმოვანი მჟავებიდან სინთეზირებული აცეტილკოენზიმა და წარმოიქმნება აქედან უკვე კეტონური სხეულები დიდი რაოდენობით და სწორედ ამით აიხსნება შიმშილის ფაზაში დაგროვებული კეტონური სხეულები. მეორე რეაქცია ეს არის ციტრატიდან იზოციტრატის წარმოქმნა. აქ უნდა მივაქციოთ იმას ყურადღება, რომ აკონიტაზას მეშვეობით ხორციელდება რეაქციის კატალიზება და ანალოგიურად აქ უკვე ნახშირბადების რაოდენობის ცვლილება არ გვაქვს, რადგანაც ეს ორი ნივთიერება ერთმანეთის იზომერებს წარმოადგენენ. შემდეგი რეაქციის განმავლობაში უკვე იზოციტრატიდან წარმოიქმნება ალფა-კეტოგლუტარატი და ამ რეაქციაში პირველად წარმოიქმნება შუალედური პროდუქტი ნათაშის სახით, რომელიც შემდეგ ელექტრონების ტრანსპორტის ჯაჭვში მიიღებს მონაწილეობას და საბოლოოდ წარმოქმნის ATF-ს. აქ უკვე შევამჩნევთ იმას, რომ ერთი ნახშირორჟანგის მოლეკულის დაკარგვა ხდება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ 6-ნახშირბადიანი იზოციტრატი გარდაიქმნება 5-ნახშირბადიან ალფა-კეტოგლუტარატად. ამ რეაქციის რეგულირება, კატალიზება ხორციელდება იზოციტრატ დეჰიდროგენაზას მეშვეობით და ამ ფერმენტს ააქტივებს ADF და კალციუმი და აინჰიბირებს ATF და ნათაში. ATF-ის და ნათაშის დაინჰიბირების მექანიზმი ანალოგიურია, რაც იყო ციტრატ სინთეზის შემთხვევაში, რადგანაც დიდი რაოდენობით ენერგია არის, აღარ არის საჭიროება იმის, რომ ინტენსიურად მიმდინარეობდეს კრეფსის ციკლი, ხოლო ADF არის ATF-ის დაშლის პროდუქტი, რაც ფაქტობრივად იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმს სჭირდება უფრო მეტი რაოდენობით ენერგია, სწორედ ამ მექანიზმით ახორციელებს ADF იზოციტრატ დეჰიდროგენაზას გააქტივებას. ანალოგიურად მოქმედებს კალციუმით, მაშინ როდესაც ჩონჩხის კუნთები იკუმშება, გამოიყოფა დიდი რაოდენობით კალციუმი გამოთავისუფლდება, რომელიც ფაქტობრივად ტრიგერი არის იმის, რომ ორგანიზმს მეტი ენერგია სჭირდება, სწორედ ამ მექანიზმით კალციუმი ააქტივებს იზოციტრატ დეჰიდროგენაზას. შემდეგ რეაქციაში უკვე ალფა-კეტოგლუტარატიდან წარმოიქმნება სუქცინილკოენზიმა. აქაც ხდება ერთი ნახშირორჟანგის დაკარგვა და 5-ნახშირბადიანი ალფა-კეტოგლუტარატიდან წარმოიქმნება 4
ნახშირბადიანი სუქცინილ კოენზიმა. ამ რეაქციის კატალიზება ხორციელდება ალფა-კეტოგლუტარატ დეჰიდროგენაზას მეშვეობით, რომელიც ძალიან გავს პირობად დეჰიდროგენაზას. აქაც მისი კოფაქტორები ერთნაირია თითქმის, ეს არის თიამინი, კოენზიმა, ნადი და ფათაში და ლიპოატი. თვითონ ალფა-კეტოგლუტარატ დეჰიდროგენაზას რეგულირებაც ხორციელდება, იმიტომ რომ ესეც შეუქცევადი რეაქცია არის, ანალოგიური მექანიზმით, როგორც იზოციტრატ დეჰიდროგენაზასი. ალფა-კეტოგლუტარატის ალფა-კეტოგლუტარატ დეჰიდროგენაზას გააქტიურებას იწვევს კალციუმი და მის დაინჰიბირებას იწვევს ნათაში და სუქცინილ კოენზიმა. სუქცინილ კოენზიმა იწვევს დაინჰიბირებას უარყოფითი უკავშირის მექანიზმით, რაც უფრო დიდი რაოდენობით არის სუქცინილ კოენზიმა, შემსაბამისად აღარ არსებობს მისი მეტი რაოდენობით წარმოქმნის საჭიროება და სწორედ ამ მექანიზმით ინჰიბირდება ალფა-კეტოგლუტარატ დეჰიდროგენაზა. აქ ყურადღებობის აქციებია ის ფაქტიც, რომ მეორე მოლეკულა ნათაშის წარმოქმნა ხდება, რომელიც ანალოგიურად ჩაერთვება ელექტრონების ტრანსპორტის ჯაჭვში და წარმოიქმნება ATP. რაც შეეხება შემდეგ რეაქციას, აქ უკვე სუქცინილ კოენზიმიდან წარმოიქმნება სუქცინატი, მოხდება კოენზიმას ჩამოშორება, ასე რომ ვთქვათ, და წარმოიქმნება პირველი მოლეკულა გუანოზინ ტრიფოსფატი, რომელიც ანალოგიური არის ATP-ის. უბრალოდ ჩანაცვლებული ადენოზინი გუანინით და სწორედ ამიტომ ამასაც აქვს თავისი ენერგეტიკული ღირებულება, რეაქცია კატალიზდება სუქცინილ კოენზიმას სინთეზას მეშვეობით. შემდეგ რეაქციაში უკვე სუქცინატიდან წარმოიქმნება ფუმარატი, ფუმარატ დეჰიდროგენაზას მეშვეობით და ფუმარატ დეჰიდროგენაზაზე ყურადღება გასამახვილებელია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი უნიკალური ენზიმად ითვლება, რადგანაც წარმოადგენს როგორც ენზიმს და როგორც წარმოადგენს როგორც ფერმენტს, ასევე წარმოადგენს კომპლექსს, რომელიც მონაწილეობას იღებს ელექტრონების ტრანსპორტის ჯაჭვში. მაშინ, როდესაც სუქცინატიდან წარმოიქმნება ფუმარატი და შექცევადი რეაქცია შესაძლებელია ფუმარატიდან სუქცინატი, პარალელურ რეჟიმში ფატ+-დან წარმოიქმნება ფათH2 და იმ წამსვე ის აგრძელებს ელექტრონების ტრანსპორტის ჯაჭვში მონაწილეობას, რაც უზრუნველყოფს შემდეგ უკვე ორგანიზმის ATP-ით მომარაგებას. შემდეგი რეაქცია ეს არის ფუმარატიდან მალატის წარმოქმნა, რომელიც კატალიზდება ფუმარაზას მეშვეობით. ბოლო რეაქცია არის მალატიდან ოქსალოაცეტატის წარმოქმნა, რასაც უზრუნველყოფს ფერმენტი მალატ დეჰიდროგენაზა. ამ რეაქციის განმავლობაში წარმოიქმნება ერთი მესამე მოლეკულა ნათაში, რომელიც შემდეგ ელექტრონების ტრანსპორტის ჯაჭვში მიიღებს მონაწილეობას და წარმოიქმნება ATP, რაც შემდეგ უკვე უჯრედს უზრუნველყოფს ენერგიით. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ არსებობს მალატის მაქო, რომელიც უზრუნველყოფს ნათაშის გადაადგილებას, ნათაშისა და ოქსალოაცეტატის გადაადგილებას ციტოზოლიდან მიტოქონდრიის ან მიტოქონდრიიდან ციტოზოლის მიმართულებით. რეაქცია შემდეგნაირი არის, რომ ოქსალოაცეტატიდან წარმოიქმნება მალატი, ამ დროს ნათაშიდან წარმოიქმნება NAD+, მალატი შეძლებს იმას, რომ გადაკვეთოს ტრანსპორტერი, მალატი მოხვდება მიტოქონდრიაში, მალატიდან ისევ და ისევ წარმოიქმნება ოქსალოაცეტატი და ანალოგიურად NAD+-დან აღდგება ნათაში და ამ გზით ნათაში მოხვდება ციტოზოლიდან მიტოქონდრიაში. რაც შეეხება უკვე ოქსალოაცეტატი, იქიდან გამომდინარე, რომ ასე რომ ვთქვათ, ციტოზოლიდან ბისესხეთ, უნდა მოხდეს მისი დაბრუნება, სწორედ ამიტომ ოქსალოაცეტატიდან წარმოიქმნება ასპარტატი და ამ რეაქციის განმავლობაში ასევე გვეხმარება გლუტამინი, რომლიდანაც წარმოიქმნება ალფა-კეტოგლუტარატი. ასპარტატსაც როგორც მალატს შეუძლია ტრანსპორტერის გადაკვეთა, გადაკვეთს და ასპარტატი მოხვდება ციტოზოლში და ანალოგიურად მოხდება შექცევადი რეაქცია და წარმოიქმნება ისევ და ისევ ოქსალოაცეტატი. ანალოგიური მექანიზმი გვაქვს ოქსალოაცეტატის ტრანსპორტირების შემთხვევაშიც. იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ მიტოქონდრიიდან ოქსალოაცეტატი მოხვდეს ციტოზოლში, ოქსალოაცეტატიდან წარმოიქმნება მალატი, აქაც ნათაშიდან წარმოიქმნება NAD+, მალატი შეძლებს ისევ და ისევ ტრანსპორტერის გავლას, მალატი მოხვდება ციტოზოლში და მალატიდან აღდგება ისევ და ისევ ოქსალოაცეტატი და ამ გზით მოხვდება ციტოზოლში ოქსალოაცეტატი. სულ ეს იყო ვიდეო კრეფსის ციკლთან დაკავშირებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.